ქალები გამოდიან და ბილს იტყობენ. და მე კიდე უნდათ რომ ქალებად წარმოაჩინონ თავი. როგორ შეიძლება ქალი ამ სიტყვებით იგინებოდეს, რასაც ჩვენ ხედავდით, ხო? არა, ქალს არ უნდა ქონდეს ქალის სახე. კაცს არ უნდა ქონდეს კაცის სახე. ქართველს არ უნდა ქონდეს ქართველის სახე. არაფერი არ უნდა ქონდეს, იდენტობა არ უნდა ქონდეს. ამას აკეთებდნენ ზუსტად ამ NGO-ების დაფინანსებით და 1000 სიმახინჯის დაფინანსებით ჩვენს ქვეყანაში. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭრელობის კანონი, 1000 ტყუილი ლაპარაკეს, ამერიკის ელჩი გამოდიოდა და სამარცხვინო ტყუილებს ლაპარაკობდა. ამ კანონთან დაკავშირებით გამოდიოდნენ ეს სამარცხვინო NGO-შნიკები, გამოდიოდნენ ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტები, 1000 ტყუილს გადრულობდნენ, ნული დისკუსია და ეხლა გამოდის ევროპული ბიუროკრატია და ითხოვს ამ კანონის გაუქმებას. რა თქმა უნდა, ჩვენ პრინციპები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს ბოლომდე დაცული. და სხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას ბუნებრივია ვერ დავუშვებთ. თქვენი შეთავაზების და მიუხედავად ბრიუსელი ამ დისკუსიაში არ შემოდის, არც არგუმენტებში ამყარა და არც როგორც ჩანს სურვილი არ აქვს იმისა, რომ რაღაცა შეთანხმებამდე მივიდეს საქმე. აქ საინტერესოა უბრალოდ შესაძლებელია თუ არა განისაზღვროს დღეს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს ავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. თუ რაჩხავ ვიზა ლიბერალიზაციას მე მგონია რომ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. თუ იმის იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებიც, იმაზე აღარ ვლაპარაკობენ ხელისუფლების ცვლილებას და ეს შემდეგ, ვერავით არ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში, ამის იმედი თუ იმის აქვს. თუმცა კონტრპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის თავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ.